ზევით საფაკრავს კრიალა ღია ირგული მთებია გულ დაგლეჩი ჩემი სამშობლო იალახია ზევ საოცარი ხარობს ჯეჯი და თუ მოაწყდა მტერი იალახს ვერ შეძლოს გულმა ბოხნის დატევა მოვიხმარ ლექსებს როგორც იარაღს მოვიხმავ ჰანგებს ცეკვებს როგორც სატევას ეს არის ამ სეზონის ლაიტმოტივი
ახალი შემოქმედებითი ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციაში საუკეთესო პატრიოტული სიმღერა და ფესტივალის აღმოჩენა ჯილდოვდება მარიამ კეკენაძე. You
მოგზაურობას რაოს დაესწარით. მედიე და გარწმუნებულ საქართველოში ცხოვრობს. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი კონცერტის ორგანიზატორებს, ჩართულობისთვის, მშობლებს, ბავშვებს, ყველას ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღესთვის. ბატონ თამაზ მესილაძეა, ბატონ ბესოჩუბიძეს, მუსარ ბაშას, მაკოვეშავიძეს, ყველას თვითონ ამ კონცერტის ორგანიზატორებს მესილაძეა, ბატონ ზაზავიძეს, ჩემს მშობლებს, ბავშვებს და სრულად ამ კონცერტის ორგანიზატორებს და ყველა ჩართულ სტუდიას. გესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მიხარია რომ ისევ შევიკრიბენით ტარდება ახალგაზრდების ბავშვების ფესტივალი, საბავშვო ფესტივალი, გამოდიან ახალგაზრდა შემსრულებლები, ჩვენი მომავალი თაობა და რა ვიცი, ჩვენ აქ ავართ, ვიცით რომ ასეთ მდგომარეობა, მაგრამ ბავშვებს მაინც გაუხალისოთ ცხოვრება და ნუ მოვახოთ იმ დიდ ტვირთს, რომელიც შეიძლება უფროსები ჩავდივართ და ვაშავებთ. ჩვენ შვილებს უშუალოდ ბედნიერება და სიხარული. მოგესალმებით, მოგილოცავთ ახალ წელს, ძველ წელს ერთად ყველაფერს. ჩვენ ჩამოვიდით წალკიდან, ცეკვის ანსამბლი გვაქვს ჩამოყვანილი. მადლობა ცეკვის მასწავლებელს, გურამი მასწავლებელს ამ საქმიანობისთვის და წარმატებები ყველა ბავშვს და მთელ საქართველოს. ვოკალური სტუდია სონატას სახელით მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, ჩემს მოსწავლეს დღეს გვაქვს არაჩვეულებრივი ღონისძიება და მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას აბსოლუტურად. მადლობთ. უკვე გარდა ახალი წელი, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი იწყებს ფესტივალებს, კონკურსებს, ეს უკვე პირველი ღონისძიება მიმდინარეობს წელს. ოქროს მიკროფონი, მხიარული ცისარტყელა და დღეს დაიწყო და გრძელდება თითქმის ყოველ ერთ კვირაში ჩვენი ღონისძიებები იქნება სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. წელს ესე იგი არის საიუბილეო წელიწადი გუზარ ერგენომიძის, ასევე ბესო კალანდაძის, ჩვენი ორი ჯუჯას 40 წლის საიუბილეო და ძალიან ბევრი ღონისძიებები და ფესტივალები, რომელიც ჩვენს კომპანიასთან ერთად ჩატარდება და ჩვენ მას ესე იგი დიდი ყურადღებით ვამზადებთ ამ ღონისძიებებს, დღევანდელი ღონისძიება, პირველი ღონისძიება მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან მოდერნული გრიპი და დღეს უკვე ბევრი მონაწილე ვერ მოვიდა, მაგრამ მოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ზესაფონიდან, წალკიდან და ესე იგი ღონისძიებას ავისებული მაინც ეშხიდა ყველაფერი ამ კომპანიამ და ჩემმა ესტრადის არსულებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ამაზე ჩავატაროთ ეს ღონისძიება და ყველაფერი თავის მიმართულებით წავიყვანოთ და რამაზი კონკურსები, ფესტივალები ჩატარდეს, ჟიური ყავს და მინდა რომ შევაფასოთ ყველა ბავშვის გამოსვლები ათანადო დონეზე ყავს სხვადასხვა ნომინაციები და მემზადებით შემდგომი ღონისძიებებისთვის. Იდან ამბობა გადავუხადოთ ტელეკომპანია ვარსკვლავებს, რომელიც ჩვენ აქტიურად ვიდგას გვერდში და ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და ყოველთვის ვიწყობს ხელს ღონისძიებების ჩატარებაში.